გამარჯობა, ვტ საქართველოს ნიუსის გუნდი და მე სოფიო ნაცვლიშვილი ვარშავის სტუდიიდან ახალ ამბებს გაგაცნობთ. სახალხო დამცველის კრიტიკული ანგარიში მუქარა ოკუპირებული აფხაზეთიდან. განაჩენი 4 ოქტომბრის საქმეზე. დღეს ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ. იქნებ ახლა მაინც განასხვავოთ რა არის შავი და რა თეთრი. ასე მიმართა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენის განმარტებისას სასამართლო დარბაზში შეკრებილებს. მას შემდეგ, რაც საქმეზე ბრალდებულ 8 დემონსტრანტს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენს დარბაზში პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. მოსამართლის თქმით, აქცია ძალადობრივი იყო. პროვოკაცია კი, რომელზეც დემონსტრანტები საუბრობენ, მტკიცებულებებით არ დასტურდება. ერთ-ერთ ბრალდებულს ზურაბ ჭავჭანიძეს უარი უთხრეს საპროცესო გარიგებაზეც. დაცვის მხარე და ბრალდებულები განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ. გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, არაპროპორციული სანქციები, ეს და სხვა საკითხები მოხდა სახალხო დამცველის მწვავე ანგარიშში, რომელიც ლევან ნიუსელიანმა პარლამენტს გააცნო. ანგარიშში მოხდა ინფორმაცია პენიტენციურ სისტემაში პატიმრების სრული გაშიშვლების, ბუქნების გაკეთების მოთხოვნისა და ხანგრძლივი იზოლაციის პრაქტიკის შესახებ. ომბუდსმენის ინფორმაციით მონახულებული 573 ადამიანიდან 302 პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, ხოლო 192-ს დაზიანებები აღენიშნებოდა. იოსელიანმა ასევე გააკრიტიკა შეკრების თავისუფლების შემზღუდავი კანონები, არაპროპორციული სანქციები და განაცხადა, რომ ამ ნორმების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. დეესკალაციის ოთახისა და სამარტო უსაფრთხო საკნებში მოთავსება კვლავ ხშირად და ხანგრძლივ ვადით გამოიყენება, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების მიმართ. დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ სააგარიშო წელს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა კვლავ მიიღო ინფორმაცია პატიმრების, მათ შორის არასრულწლოვნების, პირველადი შესახლების დროს სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ამგვარი პრაქტიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება დაწესებულებების დებულებებს, არამედ დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს. საანგარიშო წლის განმავლობაში პატიმრები კვლავ აქტიურად მოუმართავდნენ გაჭიანურებული ან არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების მიღების შესახებ განცხადებები. 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენა პარლამენტში კამათის ფონზე მიმდინარეობდა. როგორია ქართული ოცნების რეაქცია და მათი შეფასება, ვისაც სასამართლო და პენიტენციურ სისტემასთან პირადად ჰქონდა შეხება. ნინო ვარძელაშვილი მოგვითხრობს. დიახ, შესაძლებელია ითქვას, რომ ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველს აკრიტიკებდა ქართული ოცნებაც, ქართულ ოცნებას არ მოსწონს ის ჩანაწერები, რომელიც ამოიკითხეს სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში, როგორც უკვე თქვით, საუბარია დარღვევებზე სამართალდამცველთა მხრიდან. ის ანგარიშის მიხედვით 1/3 დაპატიმრებულების და საპროტესტო აქციების დროს განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო ნახევარზე მეტი, ანუ ყოველი მეორე ფაქტობრივად ამბობს, რომ მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ის ცემეს. გარდა ამისა, ანგარიში საუბარია ბავშვთა სიღარიბეზე, არც ამ ნაწილს ეთანხმება ქართული ოცნება და კვლავ ამტკიცებს, რომ სიღარიბე არის შემცირებული, თუმცა დღეს კომიტეტის ხდომაზე კრიტიკა ისმოდა ლევან ნიუსელიანის მისამართითაც გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა სახალხო დამცველს შეახსენეს საკმაოდ მკაცრად, რომ ის ხშირად იყო ლოიალური და არ აკეთებდა ღია განცხადებებს ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ, როდესაც ამის საჭიროება იდგა. საქართველოში, როდესაც დღეს ირღვევა ადამიანის უფლება, ძალიან ცოტა ადამიანს ახსენდებით თქვენ. ალბათ 80%-მა სამწუხაროდ თქვენი სახელიც არ იცის. და ეს არის იქედან გამომდინარე, სამწუხაროდ თქვენს მიმართ გამოგზავნილი წერილები იქნებოდა ორჯერ მეტი. თქვენ რომ ამაზე ხმამაღლა ახდენდეთ რეაგირებას. თქვენ შეგიძლიათ პასუხი გამცეთ, ბატონო ლევან. ესეთ შეუვალი მინდა იყოთ, როდესაც ადამიანების უფლებები ირღვევა. ამ დარბაზში მყოფი სტრუქტურების უმეტესობის დამოკიდებულება გამოიხატა იმაში, რომ 93% შესრულებაში არ ირიცხება, ნაწილზე ინფორმაცია არ მოგეპოვებათ, უბრალოდ ნაწილზე არ გაწვდიან ინფორმაციას. შეურაცხყოფა ის არის თქვენი ინსტიტუტის მიმართ. ეს მანიპულაციური შეფასებები, უმძიმესი, შიმშილობს არ არის სწორი და ვფიქრობ, რომ არც უხდება ადამიანს გავსი ლექსიკით საუბარი, მით უმეტეს, როდესაც ობიექტური მონაცემები სრულიად საპირისპირო გვეუბნება. მაგალითად, სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, პარლამენტის წევრს, რომელიმე კონკრეტული პირი არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის არის, რა თანამდებობაზე არის, რომელი პარტიის წევრი არის თუ ხელმძღვანელ
თანამდებობას იკავებს, თავს ესხმის მაგალითად კონკრეტულ ნივთს ზესვრის სახეში. თქვენი შეფასებით ეს არის თუ არა, როგორც მინიმუმ დანაშაულის ნიშნების შემცველი. ლევან იოსელიანმა გიორგი ახობაძე გამბლოკა, ყოფილი პატიმარი ჩვენ გვეუბნება, რომ კრიტიკული კომენტარების გამო სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს სოციალურ მედიაში ის ყავდა დაბლოკილი და არ შეეძლო რომ დაეკომენტარებინა, არ მიეწერა ომბუდსმენისთვის. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მასაც შეხვდნენ, მანაც მიაწოდა ინფორმაცია საპატიმროში არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, როგორც ახობაძე ამბობს, ამ ფაქტებს შორის ყველაზე მსუბუქი იყო გაშიშვლების პრაქტიკა, რაზეც მიუთითებს ომბუდსმენი საკუთარ ანგარიშში, ასევე საუბრობენ სხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც და ისინი როგორც ამბობენ, იმდანაც მასშტაბურია ის ფაქტები, რაზეც არის საუბარი ამ ანგარიში, რომ ეს მიანიშნებს და ამბობს კიდევ ერთხელ იმას, რომ დანაშაული არის სისტემური. კაჭკაჭიშვილი ვინც იყო გამომძიებელი, მისგან იყო ესეთი რეპლიკა, რომ გაჩერდი ახლა თორე მოგადებო, ანუ სურვილი ქონდა და მათ შორის სასამართლოზე თქვა, რომ წამებად შეგვიძლია და მოკლად შეგვიძლიაო, ეგ კადრი ალბათ გახსოვთ ყველას რა. მაგრამ ახლა რაც შეეხება გაშიშვლებას, ჩხრეკის, ანუ გაყვანა შემოყვანის დროს, ეს ჩვეულებრივი რუტინაა, არც კი ფიქრობდნენ მაგაზე, რომ ესე არ უნდა ექნათ. როდესაც რენტგენიც აქვს და ამ რენტგენში ყველაფერი ჩანს. ახლა აღმოაჩინა, რომ განუგასე ბლოკი მოუხსნიათ, ეთყობა რაღაცა ნელა ჭკუაზე მოდიან, მაგრამ დიდი პერიოდი იყო, როდესაც დაბლოკილი ყავდი და ანუ რა ვიცი სახალხო დამცველს რომ მოქალაქე დაბლოკილი ყავს, ამას ეს ალბათ ყველაფერზე მეტყველებს რა. ეს ციფრები თავის თავზე მეტყველებს, რასაკვირველია ეს არის სისტემური დანაშაული და კარგია რომ ამას აღნიშნავს სახალხო დამცველიც და საინტერესოა ახლა რაღაც იტყვის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, როდესაც ამაზე ყველაფერზე აგენტები კი არ ვლაპარაკობენ, ან მტრულად განწყობილი სახელმწიფოები, ან საერთაშორისო ორგანიზაციები კი არ ვლაპარაკობენ. არამედ მათ მიერ არჩეული სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის ანგარიში არის 428 გვერდიანი. ლევან იოსელიანის აპარატი ითხოვს, რომ საქმეების დიდი ნაწილი, რაც ეხება სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს, გადაკვალიფიცირდეს როგორც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაული, თუმცა ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო. სავარაუდოდ ისინი არც სხვა რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. კომიტეტის მოსმენების შემდეგ ლევან იოსელიანი უკვე სესიაზე წარადგენს საკუთარ ანგარიშს 2025 წლის დოკუმენტს. მუქარა ოკუპირებული აფხაზეთიდან ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ითხოვს საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ომით იმუქრება. მისი თქმით, სოხუმს დღეში 1000 დრონის გაშვება შეუძლია და ბრძოლას 10 დღეში დაასრულებს. სამიზნეებად სხვა სტრატეგიულ ობიექტებთან ერთად რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია სახელდება. მსგავს განცხადებას ტიმურ გულუა პირველად არ აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე ოფიციალური შეფასება არ გაუკეთებია. უკრაინულმა ცენტრმა მიროტვორეცმა კი ტიმურ გულია ომის პროპაგანდის ბრალდებით საკუთარ ბაზაში შეიყვანა. დღეს საქართველოს გაცილებით მეტად დაზარალდება ვიდრე აფხაზეთი. აგიხსნით რატომ? გეტყვით, როგორც ყოფილი სამხედრო. როგორც წესი, ეს იწყება ჯერ საარტილერიო ცეცხლით და მერე ერთვებიან ქვეითები. ახლა ხომ ეს აღარ გვაქვს. ახლა დაფრინავენ უპილოტო საფრენი აპარატები და სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციებს და ობიექტებს ამუშავებენ. მერე მიდის წმენდა. კონტაქტური ბრძოლებები თითქმის აღარაა. ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რამხელაა ტერიტორია. საქართველოს ისეთ კოლოსალურ ზიანს მივაყენებთ, სიცოცხლეში აღარასოდეს გაივლებენ აზრად თავს დაესხან პატარა აფხაზეთს. იმათ რომელი სტრატეგიული ობიექტის დაბომბვა შეუძლიათ? არაფრის. უბრალოდ ხალხი უნდა დავიცვათ. ჩვენ კი დღესში შეგვიძლია 1000 დრონი გაუშვათ. 10 დღეში მათთან ყველაფერს დავამთავრებთ. ოკუპირებული აფხაზეთიდან მუქარის შემცველ განცხადებებზე, ასევე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე სოხუმის აეროპორტის მნიშვნელობაზე 2014-2016 წლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, პოლიტოლოგ პაატა ზაქარიაშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა ბატონო პაატა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მისამართით გაჟღერებული პირდაპირი სამხედრო მუქარის ფონზე როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას და რატომ არ მოჰყოლია შეფასება მას ქართული ოცნების მხრიდან? იყო მაისში გაკეთებული, მაშინ მე მივაქციე ყურადღება ამ ჩანაწერს, იყო ერთ-ერთ პოდკასტში და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ იყო თელმა აფხაზეთმა სასაცილოდ აიგდო ეს ადამიანი.
ანუ საშინლად გადაუვარეს, ვინ ახარშე რას წარმოადგენს, რა 1000 დრონი, ერთი დრონიც არ აქვს აფხაზეთს და ასე შემდეგ. ანუ უცნაური ამ ისტორიაში არის ის, რომ ჩვენ დღეს რომ მივაქცეთ ყურადღება, როცა ივნისი თავდება, როცა მაისში იყო ეს ჩანაწერი გაკეთებული და მაშინ აფხაზეთმა ეს თემა დახურა. ანუ დახურა დაცინვით და აგდებით და ეს ადამიანსაც არ არის პოპულარული, არის და მის გადაცემამ კიდე მეტად უფრო მისი მდგომარეობა იქ გახადა ეს თუ შეიძლება ასე ითქვას ეს მეორადი თუ რაღაცნაირად არასერიოზული. ბატონო პატა, რუსეთში სულ უფრო აქტიურად განიხილავენ სოხუმის აეროპორტის გამოყენებას სამხრეთის მთავარი ავიაჰაბის ალტერნატივად და პირდაპირ ამბობენ, რომ ეს რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის საერთო ინფრასტრუქტურული პროექტია. თქვენი შეფასებით, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? მხოლოდ ეკონომიკურ პროექტს ხედავთ ამაში, თუ ეს ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ინტეგრაციის კიდევ ერთი ეტაპი არის? როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, დარწმუნებული ვარ უკრაინის ხალხის სასარგებლოდ, მე შეიძლება კიდე ამ თემას დავუბრუნდეთ, ნახოთ. ეს აეროპორტი, რა თქმა უნდა, განაგრძობს არსებობას, უკვე რა კი რუსეთმა დაუშვა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ იქნება მხოლოდ სეზონური და იქნება მხოლოდ ესეთი საკურორტო დანიშნულება, როცა ადამიანები რუსეთიდან, როცა სხვაგან არ აქვთ ყველაზე უფრო ღარიბი თუ შეიძლება ასე თქვა ტურისტები აფხაზეთის ტერიტორიაზე დაისვენებენ, ამაზე მხოლოდ ეს ფუნქცია ექნება. ეს აეროპორტი აღდგა უკვე 1 წელია, მაგრამ ზამთარში გაჩერებული იყო. მხოლოდ ზაფხულში მუშაობს. თავისთავად მეტყველებს რამდენად ესე იგი უფუნქციო აეროპორტია. როგორ შეიძლება აეროპორტი მხოლოდ 3-4 თვე მუშაობდეს. აღკარად ჩანს, რომ მას არავითარი შემოსავალი არ აქვს, არა რენტაბელურია. ამიტომ ასე გაგრძელდება ალბათ, როცა აღდგება ადლერის აეროპორტი. ადლერში ახლა ოლიმპიადის შემდეგ უნიკალური აეროპორტია, შეუძლია მიიღოს მრავალი რეისები, საერთაშორისო აეროპორტია. ადლერი კონდეს რიგში, ყურიზრში ადლერი იყოს აეროპორტი, სოხუმი არის მხოლოდ დამატებითი რაღაცა, აი ესეთი კრიზისული შეიძლება იყოს აეროპორტი. მე ვერ ხედავ ამაში დიდ ფუნქციას, შეიძლება ვიდრე ასევე არსებობს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთი თქვათ ასე ეძებს დამატებითი რესურსებს, არა გამორიცხული რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რომელიც ვერ კონტროლდება და არ კონტროლდება საერთაშორისო სამართლით, შევიდეს ახალ გარკვეული ტვირთები, რომელიც არის სანქციის გვერდის ავლით და რუსეთის შორეულ რეგიონებში, როგორც არის ციმბირი მაგალითად, იქ გადაადგილება მაგზალული სანქცირებული ტვირთების და მოხდეს თვითმფრინავების საშუალებით, საჰაერო გზით. ეს ვარიანტი კიდე შეიძლება იყოს განხილული, მაგრამ ისევ და ისევ როგორც კი საომარი მოქმედების შეწყდება და რუსეთს მნიშვნელოვნად შრომს უბუქდება სანქციები, ისევ და ისევ რაში დაჭირდება რუსეთს შემოვლითი გზებით ატაროს ტვირთები, როცა თუ გინდა საჰაერო ტვირთები პირდაპირ რეისებით შეიძლება ციმბირში ჩაიტაროს. თუ კი რუსეთი მართლაც დაიწყებს სოხუმის აეროპორტის ფართომასშტაბიან გამოყენებას, ან გამოიყენებენ მას სანქციებისთვის გვერდის ავლაში, როგორც თქვენ თქვით, რა რეალური ბერკეტები რჩება საქართველოს ხელში, როგორც დიპლომატიური, ისევე სამართლებრივი თვალსაზრისით ამ პროცესის შესაჩერებლად? აქ ბერკეტი ნაკლებად გვაქვს, იმიტომ რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთის ტერიტორია დამოუკიდებელ ტერიტორიად და ახორციელებს თავის რუსეთის იმპერიალისტურ, თქვათ ასე, ღონისძიებებს და ეს არის, რა თქმა უნდა, რეალობა. საქართველოს ხელისუფლებისგან ბევრს არაფერს არ ველოდები, მაინც, იმიტომ რომ უამრავი რამე ხდება აფხაზეთში, რასაც არ რეაგირებს. აფხაზი ხალხი წინააღმდეგობას უწევს, მაგალითად, ინვესტ პროექტები იყო ესეთი ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა რუსეთის ხელისუფლებისთვის, და იყო საუბარი აპარტოტელებზე, ბევრი რამე არ გაჩერდა, არ მუშაობს, მაგრამ არ მუშაობს არა იმიტომ, რომ საქართველოს გააკეთა პროტესტი გამოაცხადა, არამედ იმიტომ, რომ აფხაზმა ხალხმა შეაჩერა თავისი, თქვათ ასე, პროტესტებით. საქართველოს დუმსდა პარალიზებულია. ისეთ განცდა მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ჩააბარა რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ესეთ განცდა მაქვს მე, თუმცა ღმერთმა ქნას რომ ჩდებოდე. ამ ფონზე ჩვენ ბერკეტები გვაქვს, მაგრამ ამ ბერკეტებს არ ვიყენებდა საერთაშორისო დონეზე, კი ბატონო, რაც თქვი იკაოს ფარგლებში სოხუმის აეროპორტი ვერაფრით ვერ იქნება გამოყენებული საერთაშორისო ფრენებისთვის. გამორიცხულია. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შეგახსენებთ საქართველოს ნიუსის კითხვებს პაატა ზაქარიაშვილი პასუხობდა.
უკრაინული დრონების სამიზნე ანექსირებულ ყირიმში მდებარე ნავთობ ტერმინალი გახდა. საფრენი აპარატებით განხორციელებულმა დარტყმებმა ნახევარკუნძულის ლოგისტიკას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ოკუპაციურმა ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის საწვავის გაყიდვა შეზღუდვა. ნაწილობრივ შეჩერებულია საბორნე მიმოსვლა. სევასტოპოლში კი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ვაჭრობაზეც დაწესდა შეზღუდვები. 1 სექტემბრამდე შეწყდა მიღება საბავშვო ბანაკებში. უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში მდებარე ქარხანაზეც, რომელიც ტრანზისტორებს, მიკროსქემებს და სიმძლავრის მოდულებს აწარმოებდა. დეტალები რუსული რაკეტის მართვის სისტემებში, ასევე რადიოლოკაციურ სადგურებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებში გამოიყენებოდა. პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებამ ვოლოდიმერ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის შესახებ როგორც უკრაინაში, ისე თავად პოლონეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საპასუხოდ უკრაინელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა პოლონეთის სახელმწიფო ჯილდოებზე უარის თქმა დაიწყეს. დეტალები სერგეი ბორჯუჟას მიერ ტელეარხ სლავასთვის მომზადებულ სიუჟეტში. მას შემდეგ, რაც ზელენსკისთვის საპატიო სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევით დაემუქრა, პოლონეთის პრეზიდენტმა საკითხი ორდენის საბჭოს კაპიტულის ხდომაზე გაიტანა. საბჭომ ვითარება განიხილა და საკუთარი დასკვნები პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიას გადასცა. ამ დასკვნის საფუძველზე კაროლ ნავროცკიმ განმარტა ორდენის ჩამორთმევის მიზეზები. თეთრი არწივის ორდენი ჩვეულებრივი ჯილდო არ არის, ის რესპუბლიკის უმაღლესი ნდობის სიმბოლოა. ასეთი სიმბოლო არა მხოლოდ დამსახურებას, არამედ იმ ღირებულებების პატივისცემას მოითხოვს, რომელიც ჩვენი საზოგადოების საფუძველს ქმნის. უკრაინის პრეზიდენტმა თავისი აზრი მეორე დღესვე გამოხატა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ ტელეგრამ არხზე ორდენის და საფოსტო ქვიტრის ფოტოები გამოაქვეყნა, რადგან სახელმწიფო ჯილდოს ვარშავაში ფოსტით დაბრუნება გადაწყვიტა. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც შესაძლოა ძალიან ცუდად დასრულდეს, ძალიან სახიფათო ესკალაციით. ჩემი აზრით, სიძულვილზე პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების დაგროვება არ შეიძლება, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესებას გამოიწვევს. კირილ ბუდანოვის, ანდრეი სიბიჰას და სამი უკრაინის პრეზიდენტის შემდეგ თეთრი არწივის ორდენის ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ჩამორთმევის გადაწყვეტილებამ პოლონელების რეაქციაც გამოიწვია. სოლიდარობის ნიშნად ჯილდოს დაბრუნება გადაწყვიტა პოლონეთის სეიმის ყოფილმა დეპუტატმა პიოტრ ფოგლერმა. მან პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის საკუთარი ოქროს ჯვარი დამსახურებისთვის დაუბრუნა. სიმბოლურად ვუბრუნებ ჩემს ჯილდოს პრეზიდენტს პროტესტის ნიშნად უკრაინის პრეზიდენტისთვის, მებრძოლი უკრაინის პრეზიდენტისთვის ორდენის ჩამორთმევის შესახებ აბსურდული გადაწყვეტილების გამო. ეს ჟესტი არ არის მიმართული იმ პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელმაც ეს ჯილდო გადმომცა, რადგან მე მას პატივს ვცემ. იგი მიმართულია ბელვედერის სასახლის ამჟამინდელი ბინადრის წინააღმდეგ, რომელიც სულ უფრო მეტად არცხვენს პოლონეთსა და თითოეულ ჩვენგანს. ნავროცკის გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურება გამოიწვია. მაშინაც კი თუ პოლიტიკური კრიზისი ოდესმე გადაილახება, ურთიერთობების ნაწილი უკვე დაკარგულია და მის აღდგენას შესაძლოა წლები დასჭირდეს. ყველაზე ახლო მოკავშირეებმაც კი განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ისტორიული მეხსიერების საკითხებში, განსაკუთრებით ომის პირობებში, რადგან მოკლევადიანი პოლიტიკური დივიდენდები შეიძლება გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობის ფასად დაუჯდეთ. ჩეხეთში უკრაინის მოქმედმა ელჩმა ვასილ ზვარიჩმა ფეისბუქზე დაწერა, რომ თავისი გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა ნავროცკიმ ფაქტობრივად შეაჩერა უკრაინულ-პოლონური შერიგების პროცესი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში შენდებოდა. უკრაინის ელჩი 1994 წელს ამ მტკივნეულ ისტორიულ გამოცდილებაზე პოლონური და უკრაინული მხარეების შეხვედრას იხსენებს და აღნიშნავს, რომ მხარეებმა უკვე ერთხელ შეძლეს შერიგება. ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უნდა დაადასტუროს. ტუსკის პოზიცია ამ დროისთვის ცნობილია და ის ამ დაპირისპირების წარმოქმნას მკაფიოდ ეწინააღმდეგება. დღეისთვის სულ ეს იყო. გახსოვდეთ, ჩვენ აქ ვართ ფაქტების სადარაჯოზე და გთავაზობთ თავისუფალ სიტყვას ინფორმირებული არჩევანისთვის.